რუსეთში ვიზიტი და საუბარი გადაწყვეტილებების მიმღებებთან, რომლებიც განსაზღვრავენ ევროპულ დასავლურ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ძალიან ახლოს არის ორივე შედეგთან. ან მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ან სამწუხაროდ უარი გითხრას დასავლეთმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გამომდინარე ჩვენი ხელისუფლების მიერ დაკავებული პოზიციიდან. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს აქ გასამართი და გამართული უკვე შეხვედრები არის მეტად მნიშვნელოვანი, ვინაიდან ნებისმიერი სივრცე, რაც ჯერ კიდევ არსებობს იმისათვის, რომ გადავარჩინოთ შანსი ქვეყანა საქართველოს სახელმწიფო დარჩეს იმ გზაზე, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ევროპულ დიდ ოჯახამდე, უნდა იქნეს გამოყენებული და აქ ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვანია დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო კაფეო პოზიციის დაფიქსირება, რაზეც გვაქვს საუბარი, რასაც დაკავშირებითაც ვისაუბრებთ ხვალ, როგორც ევროპარლამენტარებთან, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ასევე ყველა აღმასრულებელი გოლის წამყვან მთავარი მაღალი თანამდებობის პირებთან და რა თქმა უნდა პოლიტპარტნიორებთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დამთავრდეს პოლიტიკური პარტნიორობის ერა და ეპოქა. Ქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები აღმასრულებელ ორგანოებში და ასევე უკვე ხვალ დაგვეუბნება საპარლამენტო წარმომადგენლობასთან და ძირითადად არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც რა თქმა უნდა არის საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი წუთილი. ეს არის პირველი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი გადაყვანა დაუყოვნებლივ. ჩვენ მივაწოდებთ ბოლო ინფორმაცია მათ შორის მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმ დიაგნოზზე, იმ ძალიან შემაშფოთებელ ინფორმაციებზე, რომელიც ვრცელდება და რა შეიძლება იმისთვის გაკეთდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასწრაფოდ გადარჩეს და იგი გადაყვანილ იქნას. და რა თქმა უნდა ამაზე ყველა თანხმდება ჩვენი პარტნიორები. ნიკა გვარამიას პატიმრობა ის, რომ 12 პუნქტის შესრულება და მათ შორის მედია თავისუფლების ნაწილში ნიკა გვარამიას განთავისუფლების მიმართულებით არის საქართველოს პრეზიდენტის პასუხისმგებლობა და ამაზე ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. და 12 პუნქტის შესრულება. პრაქტიკულად გავიარეთ ყველა პუნქტი, რა უნდა შესრულებული იყო და რას არაკეთებს ქართული ოცნება, დავიწყოთ იქიდან, რომ დეპოლარიზაციის შემცირება მათ არ სურთ. მეორე ეს დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც არის პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ფარსი და რეალურად სასამართლოს მიმართულებით, რომ არც ერთი კონკრეტულად რეკომენდაცია არ შესრულებულა. ზოგადად მათი დამოკიდებულებაც არის შემდეგი, რომ თუ საქართველოს ამ შანსს არ გამოიყენებს, რაც გულისხმობს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ძალიან მალე, განხილვას უბრალოდ, რა თქმა უნდა, ეს იქნება პრაქტიკულად წლების განმავლობაში ხელიდან გაშვებული შანსი. ამიტომ ჩვენ კონკრეტულად ჩვენს პარტნიორებთან ვსჯელობთ იმაზე, თუ რა მექანიზმები შეიძლება კიდევ იყოს ამოქმედებული აი ამ სამი მნიშვნელოვანი პრიორიტეტის შესასრულებლად: მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ნიკა გვარამიას თავისუფლება და 12 პუნქტის შესრულება.